მამაკაცისთვის ნებადართული არის თუ არა გრძელი თმა. ისლამი გრძელ თმას არ უკრძალავს მამაკაცს. თუმცა მოუწოდებს რომ ის იყოს სუფთა და მოწესრიგებული. შუამავალ ალეისალამის ცხოვრებას თუ შევხედავთ და მისგან თუ ავიღებთ ნიმუშს, როგორც გადმოცემები სხვადასხვა გადმოცემებში ვხედავთ, ხანდახან ყურის ბიბილოებამდე წდებოდა მისი თმები, ხანდახან მხრებამდე. იმაზე გრძელი მას არასდროს ჰქონია. აქედან გამომდინარე, ხანდახან ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ახალგაზრდობის პერიოდში ეხალისებათ მსგავსი რამ, მშობლები უშლიან და ასეთი გაუგებრობა ხდება. უნდა იცოდნენ ასეთ სიტუაციაში მშობლებმა, რომ ეს არ არის რელიგიურად პრობლემა, შეიძლება კულტურულად ჩვენს კულტურაში დიდად მიღებული არ იყოს და დიდად მიღებულად არ ითვლებოდეს, მაგრამ რელიგიურად ცოდვა და ჰარამი არ არის. ასევე შვილებმაც უნდა იცოდნენ, რომ ამის გულიზა მშობლის ცხენა არ ღირს და ან ერთმა უნდა დათმოს, ან მეორემ. მაგალითად, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ როდესაც მშობელი თხოვს შვილს, რომ წვერი გაიპარსოს, მშობელს ამის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ წვერის გამოშვებაზე შუამავალ ალეისალამის ბრძანება არის და გაპარსვაზე აკრძალვა. თმასთან დაკავშირებით ასეთი რამე არ გვაქვს. ან დაიგრძელეთ თმა, ან დაიმოკლეთ ბრძანება, მსგავსი რამე არ გვაქვს. ამიტომ თუ დაიგრძელეთ ცოდვა არ არის, თუ მშობელი ითხოვს ვერ ეგუება და წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მოხდეს მშობლისთვის გულისწყენა, მაგის ხათრისთვის მშობელზე გულისწყენა არ ღირს და მშობელს დაუჯეროს უკეთესი იქნება.